სალამი მეგობრებო ყველას. ჩემო ბავშვმა დამკიდა ეს დღეს. ჩემო გოგო. ხო და გახსოვთ ჩემო შვილმა რომ დამკიდა ერთი ხე. ხო და მე ჩემს ფესვებს რო ვიკვლევდი მთელი 2 თვე თუ 3 თვე თუ 4 თვე აღარ მახსოვს ზუსტად. გამოვიკლე დავასრულე ის ამბავი. ეხლა ეს დამკიდა. ხო ვფიქრობ ეს რა არის მეთქი, მაინც თვითონ გააკეთა სხვათა შორის უთოთი დააუთავა და დამკიდა აი ეს და ვფიქრობ ეს რას ნიშნავს მეთქი და გადავხედე და LGBT-ს დროშა არ არის. ეხლა ვფიქრობ რომ ნამდვილად LGBT-სთან მექნება ჯახანი და აბა თემატიკა მომაწოდა ჩემმა შვილმა როგორც მაშინ ხე ეხლა LGBT მეუბნებაში გადაში. ხო ის ბავშვები უფრო გამტარები არიან და იქიდან აწვდიან ხოლმე მე ჩემამდე მოაქვს და აჰა აგე მუცემზე დამკიდა ეს. მეორე საკითხი არის რომ მამრიდან მდედრი ენერგეტიკები თქო და აბა ვფიქრობ რას მოიტანს ეს. ნახოთ მარიამმა დამკიდა ჩემმა შვილმა აი ამან გამიკეთა და კისერზე დამკიდა. ნახოთ შეყვერილო. ეხლა რა მინდა გითხრათ რა ჯერ დაგვატიჟებთ ყველას. ყველა გადავაზიაროთ და ნახე თემატიკა დემნა და გიორგი მესამე. YouTube-ზე დამიკომენტარეს. რა იყო მოსალაპარაკებელი თამარ? არ ეკუთვნოდა ტახტი. იმეფა სანამ დემნა სრულწლოვანი გახდებოდა, ანუ 16-ის რომ გახდა დემნა, რატომ არ გადასვა ბიძამ ტახტზე? კარგი, 17-ის, 18-ის და ასე შემდეგ. 23 წლამდე რატომ ერთხელ არ დაცდა აგერ ბიძიკო დაიბრუნე ტახტიო? რა მოლაპარაკებაზე იწვევდა? სისულელეა ტახტზე ვინც ჯდება, ნებით არავის უნდა წასვლა. რომ ძარ ეკუთვნოდეს, ეს ძალიან სამარცხვინო ფურცელია ჩვენის ისტორიის და არავინ არ აკნინებს თამარის სიდიადეს, უბრალოდ სიმართლეა. ლალი, ჩემო ლალი. რაო ჩემო მანანა? ეს თოჯინა დედა ჩემმა შენთან გამომატანა თუ პირით ეს თოჯინა დედა შენმა ჩემთან გამოგატანა? არაფერიც და ასე შემდეგ. მე აღარ მახსოვს თორე გავაგზავნებდი ბოლომდე. ჩემო ლალი. ეს ლალები ცოტა რაღაცა ვერ ხართ კარგად შენთან, ხო იცით? რატო ეხლა გეტყვი რა ლალი რა დაფიქრდი კარგად ჩემო საყვარელი. მართალია მეფე ხარ და შენ მეფე გგონია რომ მეფე არის გემის კაპიტანი? რომ გადადგეს უცბად და გემის ხოს ჩააბაროს? ეხლა უყურე რა. მე აგიხსნით ძირეულად რა ხდება აქ. მე მესმის თქვენიც, იმიტომ რომ სიღრმისეულად არ ხართ მეფის არსში გარკვეული. ეხლა როგორც მე, როგორც თამარ მეფე, აგიხსნის რა, აგიხსნით ისიც აგიხსნის და მეც აგიხსნით. თუ რას ნიშნავს მეფობა? აი ეს დავჯდე, კარგად გავსოვდე. ბიჭო, ეგ ეს არის, რა ქვია, 16 წლის გახდა და მოდი ეხლა გადავდგები და მიდი აბა შენ იხეირეთ ორბელეთმა. 16 წლის ბიჭია. ჯერ ეგეთიც ახლა თავი რომ დავანებოთ ყველაფერს რა. აი ახლა მოგაწვევ არ მინდა რომ დემნა ჩავაგდო უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ძალიან შევდივარ მის მდგომარეობაში და ძალიან მაგარი ადამიანი იყო და რას ვაკეთებინებთ ახლა თქვენ იცით რომ დემნა გავაბანძო რა. მაგრამ აი პირდაპირ კეთებთ, კი გავაბანძებ. ნახე რა რას გავაკეთებ ახლა მე მისმინეთ კარგად ბოლომდე. ბიჭო, დემნას ინტერესი არ არის მეფე გახდეს. ვაფშე ადამიანების ინტერესი არ იყო მეფე გამხდარიყო. რო იცოდეთ ეს. ეს იყო ძალაუფლება მოყვარული ადამიანების ინტერესი რომ გამხდარიყვნენ, მოსულიყვნენ ძალაუფლებაში. ეხლა შევეხები მე ორბელებს და დემნას. დემნა გახდა 21 წლის. ესე რა ხო? 21 წლის არის ბიჭი.
და მოითხოვენ აქ, დევნა კი არ მოითხოვს, კაცო. დევნა მიიყვანეს, შეიკრიბა 30,000 ადამიანი და ივანე ორბელი ეუბნება მეფეს, რომელიც ქვეყანაში არ არის და სადღაცა ომშია წასული, სადღაცა კი არა ომშია წასული, ეუბნება მეფეს, ეხლა არის დრო, რომ მე უნდა გავმეფდე. აი ამ 21 წლის ღლაფს არავინ არ ეკითხება. უნდა მეფობა, არ უნდა მეფობა, აქვს სურვილი, შეუძლია თუ არა მეფობა. მაგრამ აი იმ ივანე ორბელს სურვილიც აქვს, შეუძლია კიდევაც და კიდევაც ამბიციები აქვს, რომ ნახევარი საქართველო მართოს თავისი სიძის წყალობით. გავანებოთ ყველაფერს თავი, დევნა იყო მეფე, გახდა მეფე, დაადგეს თავზე გვირგვინი. რა გააკეთა დევნამ? რო იცახით, რომ დევნა უნდა გამეფებულიყო, გამეფდა, გაამეფეს. 30,000 ლაშქარი დგას და გამეფებულია დევნა. აი მითხარი რას მიკეთებს? მითხარით რას მიკეთებს დევნა 30,000-იანი ლაშქრით? აი არ მინდოდა რა, რომ გამებანძებინა დევნა, მაგრამ უნდა გამაბანძებინოთ რა და მე იქიდან ამოვიყვან მე მაღლა ზეცად. ეხლა ნახე. ჯერ ეგერთიც რანაირი მეფე ხარ, ბიჭო, 30,000 მეომარი ყავს აგერ გიზის, აი უკან, გვერდში, აქ სადღაც, აი აქ არიან 30,000 ლაშქარი მყავს, ბიჭო, მაგის დედავატირა და მეფე ვარ. რას ვაკეთებ, ბიჭო? რას ვაკეთებ? გავიპარე და გადავწვერი და იქით წავედი. აი ეს ხალხი, ვინც მეფედ ამირჩია, შუათით ივაჩვენე. აი ეგეთი მეფე იყო დევნა, იყო მეფე, 6 თვე მეფე იყო. იქ აზეურას თაში, იქით იმის იქით ვერ კაცდა. ეხლა გეტყვით რა, მე მაგარი კაცია დევნა, რო იცოდეთ რა. და ეხლა გეტყვით რა მაგარი რაღაც გადაწყვეტილება მიიღო დევნამ. და როგორ გადაარჩინა საქართველო დევნამ. და ძალიან მაგარი მეფე იყო, სხვათა შორის მაგ მხრივ. ეხლა გიორგი მესამე მის გადაარჩინა, ქონდა უფლებები გიორგი მესამეს თუ არა, რა გაუკეთეს მერე დევნას, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ეხლა გეტყვით მე რა. როდესაც დევნა 30,000 თავის ლაშქარს გამოეყოფა, უკან დგას რა, მის უკან დგას 30,000, ბიჭო, 30,000 კაცი მომგვარეთ აქ და მე მანახეთ ჩემი საქმეები, მე ნახეთ. რა 30,000 კაცი, ბიჭო, რის 30,000 კაცი, მონათ უნდა დაიყენებინათ ეს დევნა ამ ორბელებს. ვინ ამეფებდა მეფედ, ვაფშე ვინ უსმენდა საერთოდ 21 წლის ღლაფს? ან თამარ მეფეს ვინ უსმენდა? ხალხო, ცოტა აზზე მოდით რა. ან გიორგი მესამეს ვინ უსმენდა? ყველანი როგორ გითხრათ, ორბელები იმაგითომ აუჯამენ, ყველანი დახავებული იყვნენ რუსუდან დედოფლის ჩურზე და მეგრულად ჩური არის მუტელი. გესმით რა ხდება აქ? გესმით თუ არ გესმით? რა ვიცი, მე უნდა გაიგოთ მე მგონი რა. რატო იყვნენ ახლა ყველანი დახამებული ამ რუსუდან დედოფლის ჩურზე? მეგრელებო ბოდიშით რა ცოტა მეგრულათაც ჩაურევ ხოლმე ამ სიტყვაზე, თქვენ არ გიყვართ ეს სიტყვა, მაგრამ უნდა შეიყვაროთ. აი ჩურში რო ზიხართ, ეგ არის პრობლემა რა. ყველანი ვინც ამბობთ, რომ მეფეს ის უნდა გაიკეთებინა და მეფეს ის უნდა გაიკეთებინა. და წარსებს დაუკრავდნენ, დიდო მეფეო და ეს რა. ბიჭო, ამ შავ ყავყორნებს მე გეტყვით, ვინ არიან შავი ყავყორნები, კარგად იცით, უკვე ჩემგან ვინც მსმენელია იცის და ვინც არ იცის და პირველად ვისმენს. შავი ყავყორნები იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც გადაწყვიტავენ, რომ დევნა უფლისწული უნდა დააზაჭურისონ, თვალები დასთხარონ და მერე 30,000 ადამიანი მოკლან. ეგენი არიან, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას. გიორგი მესამეს არავინ არ ეკითხება, კარგით რა ხალხო. ერთადერთი გიორგი მესამეს რასაც ეკითხებოდნენ არის სარდა მთავარსარდლობა გაეწია ჯარისთვის ომებში. ეგ იყო მეფე, მეტი არაფერი რა, ეგეც მონობაა.
მონობა იცი ვისი? აი იმ შავყავყორნების, რომლებიც ზიან ესეთი მოწლებეთ, აბა კოკა-კოლა მომეტანოთ, მომემსახურეთ, მე ხომ მეუფე ვარ. გაიგეთ? მეფეს არავინ ბიჭო ყველაზე რთულ დავალებას აძლევდნენ მეფეს. წინ უშვებდნენ სიკვდილზე. წადი ახლა შენ გაუძეხი 30,000 კი და 50,000-იან ლაშქარს წინ და პირველი შენ უნდა იდგე. აი ეგ არის მეფობა. ხო, მაგათთვის ეს იყო რა, ვინ ეკითხებოდა ვაში გიორგი მესამეს, ვის გადაარჩენდა და ვის არა. ეს ეკითხებოდა იმათ. აი იმათ. შავყავყორნებს. მერე გარდა მაგისა ხო, ვინ დაუთმობდა ორბელებს აი ამ შავყავყორნებიდან, რომლებიც რუსუდან დედოფლის ჩურზე იყვნენ დახამებული, ვინ დაუთმობდა მაგას ტახტს ან საქართველოს ნახევარს. მითხარით რომ ვინმე დაუთმობდა? გიორგი მესამეს გადაულიდნენ ზედ. გიორგი მესამეს გადაულიდნენ ზედ. ვაფშე ვინ ეკითხებოდა გიორგი მესამეს, არავინ არ ეკითხებოდა. რუსუდან დედოფალი იმდენად აი შორენა თეთრუაშვილი იყო რა. ვინ მეკითხება საერთოდ საპატრიარქოში, ან მეუფეს, ან პატრიარქს, არავინ არაფერს არ ეკითხება. ბიჭო, ეხლა გამიგებენ ყველაზე მაგრად, ეხლა თუ მოისმენენ, შიო გამიგებს ყველაზე მაგრად რას ვლაპარაკობ, მეუფეები გამიგებენ ყველაზე მაგრად რას ვლაპარაკობ და ის ხალხი, ვისაც შორენასთან კავშირი ქონდა. აი ყველაზე მაგრად ეგენი გამიგებენ და თქვენ შეიძლება ვერ გამიგოთ. იმიტომ რომ კარგად იციან იმათო შიგნით რა ხდება რა. მეც კარგად ვიცი. რა ვიცი, საიდან ვიცი, მაგრამ ვიცი. ხო, გარდა მაგისა, ჩემო კარგებო, თამარი არაფერ შუაში არ იყო, ის ისედაც და ესედაც არაფერ შუაში იყო, ვაფშე თამარს არავინ ძაღლად არ აგდებდა, აგერ გამოჩნდა მერე ამდენას რომ მიახტით და სამარცხვინო თემა არისო, სამარცხვინო თემა რა არის, იცით ხალხო? ვაფშე ძაღლს რო კითხეს ღმერთი რომელიაო, გესმის? სწორი ღმერთი. ძაღლს რო კითხეს მაშინ, იცით თქვენ რა მოხდა მაშინ? აი ეგ ყველაზე დიდი სამარცხვინო, რაც კი საქართველოს ისტორიაში ყოფილა საერთო ჯამში, ყველაზე სამარცხვინო მომენტი არის ზუსტად ის, როდესაც ძაღლს კითხეს ორი ძაღლი დააყენეს გრიგორიანელებმაც და მონოფიზიტებმაც და დიოფიზიტებმაც, მართლმადიდებლებმაც და გრიგორიანელებმაც და თქვეს რომ მოდი რა, ძაღლებს ვკითხოთ ვინ არის. მაგარი გაეკაიფნენ ყველას. მათ შორის ჩვენც. არავინ არ მოიღო ხმა ამაზე. არც დღემდე ეკლესიამ ამაზე ხმა არ მოიღო. არც ერთმა ეკლესიის წევრმა არ გააპროტესტა, რომ ეს რა დაგვემართა, ბიჭო, რა გაგვიკეთებია, როგორ ჩაგვიჯვია მე-12 საუკუნეში. და მე-12 საუკუნეში პირდაპირ გეტყვით, ერთადერთმა ადამიანმა გააპროტესტა ეგ, პირდაპირ საჯაროდ. ვერც თამარმა ვერ გააპროტესტა, ვერც დავითმა ვერ გააპროტესტა, ვერც იქ მდგარმა ლაჩრებმა და დებილებმა ვერ გააპროტესტეს. იცი ვინ გააპროტესტა? მხოლოდ ერთადერთმა? ვთქვი უკვე ჩემს წინა ლაივებში, კიდე გავიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან დასაფასებელია ეს ამბავი. მიმიფურთხებია თქვენი ესეთი ძაღლზე გამოცდილი ღმერთისთვისო, პირდაპირ ეუბნება მთავარ ეპისკოპოს ზაქარია მხარგრძელი. კაიფში ხარო? კაიფში თქვენ ხართ ეთყობა რომ ვერ გაიგეთ რა ხდება. კაიფში ვარ მთელი ცხოვრება. თუ ამას კაიფს უწოდებ, მაგარი კაიფში ვარ მთელი ცხოვრება. რაღაცა ძველ ბიჭურად რო გელაპარაკები, ბიჭო მევასება რა ეგრე და იმიტომ რა ძმა. ენრიკე იგლასიას. მიყვარდა ენრიკე იგლასიასის სიმღერები სხვათა შორის თინეიჯერობაში. ხო, რა ვიცი, აბა ხალხო, თქვენ როგორ უყურებთ, იცი, აი გარედან უყურებთ. მე ვხვდები რა, რომ ჩემი სულის გამოცდილება შიგნიდან უყურებს, იმიტომ რომ შიდა სფეროშია გამოცდილი და თქვენ უყურებთ გარედან, რომ აი ეს მეფე ცუდია, ის ისეთია, ეგ საზიზღარი, იქ ისეთი და გველი რო იმალება იქ. რუსუდან მამიდა რო იმალება და ყველაფერი ამათ რო ატყდებათ თავზე ამ საწყალ მეფეებს და ხო და მეგობრებო კაიფში ხარო? კაიფში ვარ, აბა რა ვარ ბიჭო, ვერ გაგაგებინეთ ამდენი ხანი. კაი სიმონ რა. კაი სიმონ რა. ეს ხარ მომიფხანო, აქაც ხარ მომიფხანო.
კიდე სადიფხარებ ხოლმე. არ გცხვენიათ, ძაღლზე რო გამოცადეთ, ღმერთი და მეფე გვერდზე გედგათ და დღემდე ბოდიში არ მოგიხდიათ, ყვალყორნებო თქვენ გეკითხებით, მეუფეებო და რა ვიცი, უწმინდეს უნეტარესებო. არ გცხვენიათ. ამაზე ხმა რატო დღემდე არავინ არ ამოიყო, არც ერთმა ეპისკოპოსმა არ ამოიღო, რა გააკეთა ბიჭოთა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. კათოლიკოს პატრიარქ რა გააკეთე ერთი მაინტერესებს რა. აგერ წმინდანი გედგა თამარ მეფე გვერდზე და შენ კიდე ძაღლს კითხე ვინ რომელი ღმერთი უფრო სწორია? ეგეთი არც ერთი ღმერთი არ არის სწორი. რუსუდან დეიდა, არა, რუსუდან მამიდა, ჩემო კარგო, გიორგი მესამის ძმა, არანაირად არის დეიდა, თამარის, მამიდა. მამიდები გააქტიურდნენ ახლა რაღაც ამ ბოლო დროს და ძალიან ვითომ საყვარლები არიან. არა, მე ჩემი გორიკა ძალიან მიყვარდა. მაგას როგორ გავუკეთებდი ეგეთი რამეს? გამოჩნდა რუსუდანის სახე. მამიდების სახე გამოჩნდა? არა, ყველა მამიდა ცუდი კი არ არის, კაცო, მაგას კი არ ვიძახი. მე მაგ ჭრილში ვიძახი, მაგ არქეტიპულ ჭრილში, რაც თამართან მოხდა, მამიდის სახით. ხოდა 16 წლის რო გახდა, რატო არ გადადგა მეფე და რატო არ დასვეს დემნა მეფეთ? 16 წლის ბიჭო, ვინ დასვავდა მეფეთ? ვინ დასვავდა მეფეთ, მითხარი? რუსუდან მამიდა? რუსუდან მამიდამ კარგად იცოდა, რომ ის 16 წლის ბიჭი ორბელების ხელში იყო. ისე სხვათა შორის რო იცოდეთ, თამარ მეფეც რუსუდანმა მოკლა, გიორგი მესამეც რუსუდანმა მოკლა, დემნაც რუსუდანმა შეიწირა და რუსუდანმა მოკლა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო და რუსუდანი, თამარ მეფის შვილი, ქალიშვილი რუსუდანმა გაამწარა. რუსუდანი იყო, ვინც იყო და ვაფშე არ ჩანს. ისევე როგორც ჩორენა თეთრუაშვილი არ ჩანს, მაგრამ ეგ არის ვინც არის რა, ყველაზე დიდი თავი და თავი გველების. შენი მამიდა როგორაო? ჩემი მამიდა ძალიან საყვარელია და ძალიან კარგი ადამიანია. მე სულაც არ მაქვს ცუდი ურთიერთობა ჩემს მამიდასთან. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ მაშინ არ მქონდა კარგი ურთიერთობა იქ. კიდე რაღაც მინდოდა მეთქვა რა. არაო, დემნა ყველაზე მაგარი, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას იღებს დემნა. დემნას ეგ რო არ გაიკეთებინა, საქართველოს აღარ იქნებოდა. დემნამ კარგად მიხვდა, აი მარტო მან ჩანს, რომ არარსებული თემაა მეფე. გვირგვინი ადგას თავზე 6 თვეა მეფე და 30,000 კაცი უდგას გვერდით და ადგეს და გადმოძროს იგი და არარსებული თემაა ხალხო, მან უფრო სიღრმეში უნდა ჩაიხედოთ. დემნამ მიხვდა რაშიც იყო საქმე. ამაც სულ ფეხზე ეკიდათ ეს დემნა ამ ორბელებს. გაიგეთ? ხო და ესენიც დემნას შეიძლება კიდევაც სურდა მოლაპარაკებაზე წამოსვლა გიორგი მესამესთან, უკვე მეფე იყო და ორმეფობაა საქართველოში, მაგრამ არ ემორჩილებიან მეფეს ეს ხალხი, ვინც ვითომ მეფეთ აეჩია. გაიგე რა გააკეთა აქ დემნამ? ხო და შუათითი აჩვენა მაგიდან, დაახვიეთ ყველამო რა. თქვენ მე არ მემორჩილებით, მეფეთ ამირჩიეთო და დავაი დაახვიეთ ყველამო და მე წავედი იქითო. არც იცოდნენ რომ გადმოჩრა გიორგი მესამე აქედან შეუძლია თქვენ ვის გამოც მიჯაყდებით, აგერ დგას ჩემთან და რა გინდათ ვაფშეო რა. კარგად დაფიქრდი და მერე თქვი. კარგად დაფიქრდა მერე თქვი. ენრიკე, რა გინდა, ჩემო საყვარელო, რა გინდა?
კარგი რა, ნუ მომიშლი ხოლმე ნერვებს, ძლივს კარგად დავიწყე, кайფით დავიწყე ეს ლაივი. საღამო მშვიდობისა მარიამობას გილოცავთ. უი, დაიწყო უკვე მარიამობა. სად არის? უი, დღეს რა დიდი დღეა. დღეს რა დიდი დღეა, ღმერთო ჩემო, მოდი ახლა გეტყვით მაგას. დღეს არის ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღე, თევზებო ჩაიფიქრეთ სულ. დღეს თვარისა და მზის ქორწილია. დღეს იწყება აღარ გეტყვით, თორე მე იტყვით რაღაცა, აღარ გეტყვით. დღეს იწყება, რაც იწყება, ხალხო, იცით რა იწყება დღეს? აქ არ მაქვს, მე მგონი აქ მაქვს, მოიცა ერთი წუთი. თქვენ თუ იცით, იქ რომ არის სვეტიცხოვლის ფრესკაზე რომ არის იესო რუზის ტახტზე და ზოდიაქალურ წრეში რომ არის მოქცეული, იცით თქვენ ხომ, რომ შედიხარ მარჯვენა კედელზე. აი მან ფრესკა რომ არის, მანდ არის ესეთი საოცარი რამ. მოიცა ახლა ამოვწებნი და გაჩვენებთ მე რას ვგულისხმობ და რა დღეა დღეს. რა დღეა დღეს უნდა განახოთ. არ წახვიდეთ არსად აქ იყავით, ფეხი არსად არ გაადგათ. ყველაზე ძლიერი რაღაც უნდა გითხრათ. სვეტიცხოვლის მაცხოვრის ფრესკა. გამიჩითე. ხო და სხვათა შორის მეგობრებო, რომ სანამ ეს გახსნის და იმას იზავს, მე იმ ფრესკას ამოვძებნი. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ ბანკზე დამირიცხა ფული და არ ვიცი ვინ ახარ რომ გამოგიგზავნო ის წიგნი, კაცო. ან მომწერე, ან Facebook-ზე მომწერე, ან ტელეფონის ნომერზე მომწერე, ამ წიგნის გამო გადმომირიცხე აშკარად, იმიტომ რომ ეგ თანხა არის, რაც დაირიცხა და უბრალოდ ეხლა სახელს და გვარს არ გავაშღერებ. სამმა ადამიანმა დამირიცხა პირდაპირ თანხა, უღონდ არ ვიცი ვინ არიან, ვის გაუგზავნო, როგორ დაუკავშირდე, არც ტელეფონის ნომერი მაქვს, სახელი და გვარი კი ვიცი, მაგრამ სად მოვძებნო Facebook-ში, YouTube-ზე, თუ ტელეფონზე და ამიტომ იმას ქენით რა. აი მეგობრებო, რა დღეა დღეს. აი მეგობრებო, ეს იცით რომელი ფრესკაა? აი ეს ფრესკაა მეგობრებო. მოდი კარგად გავადიდოთ. აი ეს ფრესკაა მეგობრებო. აქ რა საკრალური ამბები ხდება, სარკალური მეგობრებო, სარკალური. ეს არის ის დღე, როდესაც ქრისტე გვეუბნება მეორედ მოსვლა არისო და ნიშნებით შეიცნობაო. ხო და ეს მეგობრებო, ეს სად ახარ? ლომი მშვილდოსანი აქ არის, აქ 13 ზოდიაქალური წრი არის აქ. კარგით ახლა 13 ზოდიაქალური წრი არის აქ ისე რომ იცოდეთ და რეალურად ჩვენ მაგარი არეული ვართ კალენდარში რომ იცოდეთ და მე პირდაპირ გეტყვით რა, აი ეს ქვემოთ არის. მაცხოვრის ფეხებს ქვემოთ არის სიმბოლო ორი ენერგიის გაერთიანების, მამრისა და მდედრის, ქორწილის, მთვარისა და მზის. და ნახეთ რა იწყება, ნახეთ, აი აქ პირდაპირ მოცემულობაში არის და ნიშნებით არის დატოვებული თუ რა ხდება ამ დროს. ჩვენ ახლა კირჩხიბი და ლომის ზოდიაქოდან ვინაცვლებთ მერწყულის ერაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თევზები ნახეთ სად დგას? აი ნახეთ, თევზები სად დგას?
აი აქ დგას თევზები, აქ მზეა და აქ მთვარეა. აი ეს ორი რკალი არის ამ მზისა და მთვარის შეერთება და ეს არის ზუსტად დღევანდელი დღე. აი ახლა რომ დაიწყება 28-ში მთვარის დაბნელება რო იქნება. თევზებიდან მერწყულის ერაში გადავალთ უკვე. თევზებშია უკვე ეს დაბნელება. ნახე, თევზები ხო არის აქ, აი აქ თევზები, ეს მზე, ეს მთვარე. ხო და აი ეს შეერთება, მეგობრებო, თევზების სახლში ხდება დღეს. ხო და მეურვედ მოხდათ იწყება, ხო ჩავთ. ChatGPT-ს ეკითხები, არა, Google-ში ვწერე კაცო, ChatGPT-ს მე იშვიათად ვეკითხები რაღაცებს. ChatGPT-ზე არ ვარ დამოკიდებული. ვახ, სოფელო, მაგარი ხარ. ესე იგი, ჩვენ დაწყებულია მეორედ მოსვლა. ახლა აღდგებიან მკვდრები. ბოროტი ხარ, სიმონ? ბოროტი ვარ, სიმონ? ნეტავ ჩემნაირი ბოროტები იყვნენ ყველგან და აშენდებოდა ეს სოფელი. მე ძალიან კეთილი და ლამაზი გოგო ვარ, საყვარელი გოგო ვარ, ხანძურული, ხანყვარული. ხო. დემნა. დემნა არის ნაზარ. შეწირულია დემნა. შეწირულია დემნა. და საკითხავი ის არის, რომ მე პირადად დავინახე ესეთი რამ. სურათები აღმიდგა. თამარი ესაუბრება დემნას. ახლა წაგიკითხავთ რაღაცას. სადახარ ვეფხისტყაოსანო არ ხარ. რამდენი ვეფხისტყაოსანი მიდევს იცი სახლში? ძალიან ბევრი. აი ახლა რაღაც უნდა წაგიკითხოთ და მე გეტყვით აქ რა ხდება რა. რამდენ ადამიანთან ვეცადე ამის გარჩევა და მოდის რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მეძლიერით და მე-6 იმაზე მივდივართ სტრიქონზე. აც ენა მინდა გამოთქმათ გული და ხელოვანება. ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივცე გონება. ეს არ იყო რაც უნდა წამიკითხა. ეს მე-4 უნდა წამიკითხა მეგობრებო ბოდიში. მე-4, სტროფი მე-4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლდან თხეული, თქვენი ქებანი ვისნიმე არ ავად გამორჩეული. ეხლა მოდის ძალიან საინტერესო ფრაზა და აუცილებლად ყურად იღეთ. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნარხეული. ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა რხეული. ანუ რა ვიხმარეო მელნადო? მელნად რა ვიხმარეო? გიშრის ტბა. აბა გიშრის ტბას ხედავს. გიშრის ტბას აი ახლა თქვენ დაჯიქით, ზივარ აი აქ და გიშრის ტბა უცბად საიდან გავაჩინო. საიდან გავაჩინო? აი აქ მიდევს ერთი დიდი ტბა და ჩავაწობ ხოლმე მელანს და წერ და ეს ტბა არის? არა, ნახე და ენა მენარხეულიო. ენა მენარხეული. უყურეთ, აქ არის ერთი ამბავი, მოყოლილი რომ თვალები დახუჭეთ და უბრალოდ დაინახეთ რას ხედავთ. ხედავთ გიშრის ტბას? ხედავთ. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და ენა მენარხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
რატო უნდა დაეშვას ლახვარი გულსახეული? ბიჭო, ისეთ რაღაცას გვიყვება, რომ ძალიან მაგარი პოემაა და რატო უნდა დაეშვას ლახვარი გულსახეული? ხეული, აი, ლახვარი გულსახეული, რომ გაიშენ და პირდაპირ დაახევ გულს, ხო? იცით რატო მეგობრებო, ვინც ამას დაინახავს, ამას კი არა კაცო, ამას მიხვდება, რომ აქ არის ადამიანი, რომელიც ენას მელნად ხმარობს ენას, რხეულს. რხეული ენა რა არის, იცით? აი, ლაპარაკი არ რხეული ენა. მე ვლაპარაკობ, ეს უკვე რხეული ენაა. და გიშრის ტბა კი არის ის, რასაც ვხედავ იმ სიგნალებში, როცა თვალები არ მაქვს. არა, გულისხმის თვალები კი არა, აი ის თვალები, ფიზიკური თვალები, როცა არ გაქვს ადამიანს, ხედავ გიშრის ტბას. და ხედავ ენა რხეულს, რომ ხმარობ ამას კალმად. კიდევ არის აქ ერთი რამ. მე რუსთველი ხელობითა ვიქმს საქმესა ამადარი, ვის მორჩილებს ჯარის პათა, მისთვის ხელა, მისთვის მკვდარი. დავუძლურდი მიჯნურისთვის კვლავ წამალი არსით არის, ანუ მომის განკურნება, ანუ მიწამე სამარი, მაგრამ ესად ქონდა მონიშნული დამავიწყდა. აქ ამბობს, რომ ერთ ადგილზე ამბობს, რომ ტიპს არ აქვს სინათლე. ანუ უსინათლოა, მოიცადე ერთ წუთი ვიპოვო. დავჯერ უსველმან გავლექსე მისთვის გულლახმარსობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აც მარგალიტი წყობილი. ასე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმნები, ბით მარგალიტი ობოლი, ხელს ნაგოლანი, ვიპოვე ლექსად გარდავქმნე, საქმე ვქმნიან საჭეჭვანები, ჩემმა ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამან. ნახე, ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები. აქაც საინტერესოა, რომელიც ჩემმა ხელმქმნელზეა საუბარი, ანუ ნახე, ეს ხმარობს გიშრად მელნად გიშრის ტბას და ენა მენა რხეულს. ეხლა უყურე, ჩემმა ხელმქმნელმა დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები. რომელმა ჩემმა ხელმქმნელმან, ანუ შენ თუ წერ, შენი ხელმქმნელი ვიღა არის. ვთქვათ, პოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები, ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანი. ნახე, მე არ ვიცი ის რას წერს, მე რასაც ლექსად ვამბობ. ხელმქმნელი მე არ ვარ, მაგრამ ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები, შეიძლება აქ იგულისხმებოდეს, რომ მე ვლაპარაკობ და ვიღაცა წერს, ხოლო მე ვერ ვხედავ ის რას წერს. ხო და იმაზეა დამოკიდებული, მე კი ვიტყვი რაღაცას, მაგრამ ის დაწერს, რომ იმას, რასაც მე ვამბობ, ხდები? აქ მინიშნება არის, აი მოდი აქ დავსვა, რომ მე არ ვეძებო ხოლმე, 1-5 წლის წინ რომ განვიხილე, მე უნდა ვეძებო ხოლმე. სადღაცა მქონდა კიდე აქ რომ პირდაპირ დავხურავ რა, დავიღალე. მაინც არავის არ აინტერესებს. მე დავინახე ესეთი კადრები რა, რომ თამარი შედის დემნასთან, იმიტომ დემნა უნდა იყოს, იმიტომ თვალები აქვს დაბნელებული. შეიძლება კიდევაც სხვა არის, შეიძლება კიდევაც იყო, არა, ეს უნდა ყოფილიყო დემნა, იმიტომ დემნასთან დაკავშირებით დავსიკითხვა. დემნა თამარს სთხოვს. და ეს სხვათა შორის ჩემს სცენარშიც მაქვს, ეს სცენარშიც გადმოცემული. დემნა თამარს სთხოვს, ესეთ რამეს.
რომ მან საწამლავი მოუტანოს დემნას, იმიტომ რომ არ აქვს სურვილი რომ გააგრძელოს ცხოვრება. თამარი ცდილობს რომ გადაათქმევინოს ეს საკითხი, მაგრამ არა, დემნას უნდა სიკვდილი. თამარს მიაქვს ეს საწამლავი მასთან. აქ რა ხდება მერე უკვე აღარ შემეძლო რა დავიღალე ძალიან და გამოვედი. აი, როდესაც შედის თამარი ამ საწამლავით, რომ დემნას უნდა შეუსრულოს თავისი სურვილი, ხო? აი, იქ რა ხდება მერე უკვე აღარ შემეძლო. დავიღალე. ეს არის სატანჯველი. ეს დრო არის სატანჯველის დრო. და გამოვედი მე ამ ხილვიდან და საბოლოო ჯამში ამ დემნას ამბავმა მაგრად წამართვა მთელი ენერგია. აი ესეთი გამხდა. მაგრამ რეალურად დემნა სავარაუდოდ არ მოკდა. მოდი აბა არ დამისვამს ეს კითხვა და მინდა რომ დავუსვა ბიოლოგაციას, რა მაინტერესებს. კითხოთ იმედია ნებას დამთავს. შეიძლება დემნა უფლისწულზე კითხვები დაგისვათ ზეციურო ძალებო? იუჰუ! დაგვისა, იუჰუ! შეიძლება. კაი. პირველი კითხვა. დემნა უფლისწული რომ დაასაჭურისეს და რომ თვალებით დასთხარეს. ამის მერე მალევე კვდება? იუჰუ! არაო, ნაწილობრივ არაო და ნახე, ნაწილობრივ არა ნიშნავს რომ დემნა უფლისწული და თამარ მეფე ერთად წერენ ვეფხის ტყაოსანს? ვაუ. ხო, ნაწილობრივ. ეგრეც ვიცოდი. კარგი, ესე იგი შოთა რუსთაველი არის დემნა უფლისწული ხალხო. დემნა უფლისწული, რაც განვიხილე ხა, მელნათ ვიხმარე გიშრის ტბა და ენა მენარხეული, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის მართლაც კარნახობდა ვიღაცას, ანუ თამარს და ერთად წერდნენ ვეფხის ტყაოსანს. ხედავთ რა საიდუმლო გამოვიდა ახლა 28. აჰა, უკვე 28 აგვისტო არის, აგვისტოა, ხო? 28 აგვისტოს მთვარის დაბნელების დროს, აი სად ხდება, ხედავთ მზისა და მთვარის შეერთება და აჰა, უკვე ბევრი რაღაც ხდება ჩემთვის უფრო მეტად ნათელი. ეხლა უყურე. ესე იგი შოთა რუსთაველი არის დემნა უფლისწული? არა. შოთა რუსთაველი არის სახელი, რომელიც შეიცავს კოდებს. ეს კოდები არის შოთა კი არა და იოთა რუსთაველი? ხედავთ, ეხლა ვილაპარაკოთ იოთაზე, მეგობრებო. რა არის იოთა, მეგობრებო? იცით თქვენ იოტა რა არის? იოტა რა არის? იცით? აუ, სად მიდივარ თქვენ არ იცით? რა მაგარ რაღაცას მივაგერით. სიდორება მომეცით, ძალა მომეცით, რომ ეხლა დავიოკო ეს ჩემი ემოციები. ხალხო, იოთა რუსთაველი არის კოდი, რომელიც ჩვენ სიდონება მივაგენით, რომ შოთა რუსთაველი კი არ იყო ის,
ვინმე ერთი პირი, ის იყო იოთა რუსთაველი. იოთა რუსთაველი იცით რა არის? აი ახლა რაც განახეთ. მამრი და მდედრი ენერგიების გაერთიანება, აი ეს ორი რკალი, რომელიც ერთმანეთში ერთიანდება, ხედავთ ამას? აი აქ გაჩვენეთ კარგად. ხედავთ? აი ეს მამრი და მდედრი ენერგიების შერწყმა, გაერთიანება და იოთა არის ის საზოგადოება, ერთი კი არ არის, არის ორნი. ანუ ორნი, რომელმაც ერთმანეთი იპოვეს. გესმის? იოთა რუსთაველი არის, რუსთავი არის ის წყარო, პირველი წყარო, რომელიც ქრისტე გვეუბნება, რომ აი ქრისტე გვეუბნება, რომ მე რომ ამ წყაროდან დაგალევინებ, შენ აღარ მოგწყურდება. ხვეუბნება იქ სამარიტელ დედაკაცს. ხო და რუს თავთან დგანან ეს ორივე. ეს ორივე, ამ ორივეს ქვია იოთა. იოთა არის მრავლობითში. იო არის ღმერთი, ი და ო. ი არის ინი, ო არის ონი, ეს არის მდედრი, ეს არის მამრი და მათი გაერთიანება არის იო ღმერთი. ანუ იოთა რუსთაველიო, გესმის? ანუ თქვენ აქ ეხლა თუ გესმით რა ხდება, სიდონები მოკვდებიან, ისეთი მაგარი ინფორმაცია, ამ ინფორმაციით მოკვდებიან, კი გასოცხლდებიან, ღმერთმა დაგიფაროთ სიდონება. იოთა რუსთაველი არის ორი ადამიანი, რომელიც შეერწყმება ერთმანეთს, რომლებიც იპოვნიან ერთმანეთს, რომლებიც არიან ერთმანეთისთვის, ერთმანეთთან დგანან, ანუ ტყუპისულები. იო, ი და ო ერთნი არიან. ტყუპისულები, რომლებიც უკვე პირდაპირ დიდ სინათლეს ქმნიან. ისინი ერთად არ არიან, ანუ ერთად არიან, მაგრამ ერთად არ არიან. ანუ პლუსი და პლუსი, ნახეთ, ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ. აიღე ელემენტი და დააყენე პლუსი და პლუსი, აი ესე, აი, დააყენე პლუსი და პლუსი და შეაერთე. და აქ ნატურა იყოს რა, აინთება ნატურა? არ აინთება, ხო? აბა ეხლა აიღე მინუსი და პლუსი და შეაერთე. ნატურა აინთება, ხო? აინთება ნატურა. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. მინუსი და პლუსი არის დუალური სულების საკითხი. დუალური სულების საკითხი რა არის, იცით? როდესაც ერთი არის დაცემული, მეორე არის ამაღლებული. აი ნახე ესე არის. ნახეთ როგორი, შესაძლებელი აქ დუალურ სულებზია საუბარი და არა ტყუპ სულებზე, იმიტომ რომ ზედ და მთვარე ხო ერთად ვერასდროს ვერ არიან. შეერთების დროს ხო, პლუსი და პლუსი ვერ ერთდება ერთმანეთთან, ვერ მიიტან ერთმანეთთან, შანსი არ აქვს. ანუ მზეც და მთვარეც არის ერთი ენერგიის მატარებელი, ორივე ანათებს, ოღონდ ერთმანეთს ვერ ერწყმებიან რა. ის მათი ერთად ყოფნა არ არსებობს, ვერ იქნებიან. მაგრამ მათ შეუძლიათ შორიდან შექმნან დიდი სინათლე. ხოლო დუალური სულების საკითხი არის ისინი ერთმანეთს ერთდებიან, ხვდები? ანუ არ განიზიდავენ ერთმანეთს, ისინი ერთდებიან და იქ წარმოიქმნება სინათლე. მოიცა ხა რა ვთქვი? ხო, პლუს და პლუსი ვერ ერთდებიან, განიზიდავენ ერთმანეთს და თუ კი ისინი პოლარულ ცვლილებას მოახდენენ, შეუძლიათ გახდნენ მინუსი და პლუსი, რომ შეერთდნენ. მაგრამ თუ ვერ მოახერხებენ შეცვლას თავის პოლუსების, ხო? ნახე, აქ მინუსია, აქ პლუსია ელემენტში. აქ მინუსია, აქ პლუსია ელემენტში. ესენი თუ რქებით მიაწვნენ ერთმანეთს, ანუ პლუსებით მიაწვნენ ერთმანეთს, ვერც ერთი ვერაფერს ვერ იზავს, სინათლეს ვერ გამოყოფს, ხოლო თუ რომელიმე პოლუსს შეიცვლის და იტყვის შემოვტრიალდი ეხლა მე, ხო? და აქ მინუსი დაუჯდება. პლუს. ისინი შეერწყმებიან უკვე ერთმანეთს და წარმოიქმნება სინათლე. ანუ რა ხდება ეხლა? აქ ხდება ერთი გაერთიანება. ის გაერთიანება, რომ მე შენ ჩემი დაცემული მხარე უნდა განახო, რომ შენ მიმიღო. მე თუ შენ ჩემი აღმატებული მხარით მოვედი შენთან, ანუ მხრით მოვედი შენთან, არ მიმიღებ, იმიტომ რომ განმიზიდავ და მე თქვი არა, კონკურენტი ხარ შენ ჩემი. გესმის? ხოლო მე თუ მოვალ შენთან და გეტყვი, რომ იცი რა, მე შემჭირდები და
შენგან ვიღებ ენერგიას, მომეცი ეგ ენერგია, მასწავლე, ხო, რაც ხდება რეალურად ეს ამბობს, ხედავს ამბობს, ლაპარაკობს, ის წერს. ეს იღებს, ის წერს. ანუ რეალურად განზიდვა არ მოხდა, აქ მოხდა შეერთება, სადაც გაცემა მიცემის საკითხია. ანუ, ვაუ, რეიბი გამოდის, ახლა გადავირევი რა. ბრავო. შოთა რუსთაველს ბიძაშვილი იყო, ხო ამბობდნენ, თამარს შოთაო ისე უყვარდაო და შოთას თამარიო, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლევდნენ და როდესაც შოთა წასული იყო ომშიო, თამარი მიდიოდაო გამოქვაბულშიო და წლებოდა იქ ქვაზე და ერთი კვირა სანამ ჩამოვიდოდა ის უკან იყო შიმშილში და მარხვაში. ეს რა იყო, ვერ ხვდებით, მაგალითად, რა იყო, სიყვარული კი არ იყო, ეს უფრო მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც სხვა იყო კიდე რა, აი მიჯნურობა იყო, მიჯნურობა არის სხვა ფენომენი. სიყვარული სხვა ფენომენია. ხვევნა კოცნა ტლაშამტლუში სხვა ფენომენია, ეგ არის ფიზიკური მიზიდულობა, ანუ ხორციელში მიზიდულობა, ხვევნა კოცნა ტლაშამტლუში. აქ არის მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი, ანუ სიბრძნე, რომელიც არ ხორციელში არ არის რა, ხორციელიდან გასულია ვაფშე სიბრძნე და აქ უკვე არის სულ სხვა განზომილება, ანუ განზომილება ზეციური, მესამე განზომილება ასტრალში არიან ეს ორივე ერთად როცა არიან. აქ ეხსნებათ ორივე. მან როგორ არის იცით, როდესაც დუალური სულები ან ტყუპი სულები ერთმანეთთან სიახლოვეში არიან, ხდება იმხელა გახსნები მათ ცნობიერებაში, რომ თვითონაც ამ ენერგეტიკას სჭირდება ჯერ შესწავლა, მერე განკლავება და მერე კიდე ამის გამოტანა გარეთ. და როგორც ჩანს, აი ეს გადმოიტანეს სუსტად ამ სახით, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ გაანადგურა, იმხელა იმდენად ძლიერი შეერთება იყო მათი შეერთება. აი ეს რა. აი ეს. ფრთები იმიტომ აქ გამოგმული ამათ. 4 მხარის ფრთები აქვთ. ქერუბიმები და სერაფიმთა შეერთება არის უმაღლესი დონის, მაგარი რაღაც ხდება. და იოთა რუსთაველი არის ტყუპი სულების მიერ ტყუპი სულების წყაროსთან დგომა? იოთა რუსთაველი არის დუალური სულების წყაროსთან დგომა? დუალური სულების. ანუ დუალური სულების წყაროსთან დგომა არის დუალური, აი როგორც გითხარით, პლუსი მინუსი არის დუალი, საწინააღმდეგო. მე შენ კი ხედავ სარკეში ჩახედვა რა, რეალურად შენ სარკეს ვერ შეუერთდები, ანუ მოიცა ერთი წუთი სარკეში ჩახედვის თემა არის ტყუპი სულების თემა. ეხლა დუალურები არიან მიმზიდველი, განმზიდველი. აქ ცოტა დაბნეული ვარ რა, ჯერ კიდე ვერ დავალაგე ეს რა არის. ნახე, დუალები არიან მინუსი პლუსი, ეგ არის დუალური. ერთი გარბის, მეორე მისდევს. იგივენაირად, ერთი გასცემს, მეორე იღებს. ხოლო არა, ეგეც დასალაგებელია. ერთი თუ გარბის და მეორე მისდევს, პლუსი და პლუსის საკითხია, აბა თქვენს დამეხმარეთ რა. დამეხმარეთ ცოტა, იმიტომ რომ მან აი რაღაცა ცოტა ის გასამართი მაქვს რა, რაღაცა სივრცე მაქვს გასამართი. ესე იგი პლუსი და პლუსი განიზიდავენ ერთმანეთს. დუალური სულების საკითხი არის ერთი გარბის, მეორე მისდევს. ხოლო როდესაც გაიაზრებს ეს რომელიც მისდევს, რომ ამდენი დევნა კაცო ვერ დავეწევი, არ ჩერდება, სანამდე გავგივა, იქამდე გაიქცევა. ამიტომ იცვლის პოლუს, მოტრიალდება და გამორბის, როდესაც მას მერე აფექსიებს, აღარავინ არ მისდევს, ეს ტიპი
მოსდევს ამას უკან. ეხლა ის იწყებს ამისკენ. ესე იგი რა გამოდის? პლუსი და მინუსი? ხო, პლუსი და მინუსი, ხო ესია? ან დუალები. დუალები არიან გარბის, მირბის. თუ კი შეერწყმებიან, არა, რაღაცა მეშლება რა, რაღაცა ვერ უმართა. აქ რაღაცა ფიზიკოსი მჭირდება, ეხლა რომ და რაღაცნაირად ვილაპარაკო იმასთან, რას გულისხმობ ეხლა მე და მიხვდება ის რას გულისხმობ და მეტყვის რა, აი ფიზიკაში არის ესე და აი ის შეერწყმება იმას. დალაგდება მე. ეხლა ვერ ხვდები, იმიტომ ფიზიკაში არ რაღაცები მესმის, მაგრამ აი ბოლომდე ვერ მესმის რა. ამიტომ დუალური სულებისა და ტყუპი სულების საკითხი, ხო? ჩვენ გვითხრა რომ ესე იგი იოთა რუსთაველი არის დუალურების რუსთავი. წყაროს თავია, დუალების წყაროს თავი. ეს არის წყაროს თავი. რაც შეიქმნა დუალების შეერთების შედეგად. ანუ დუალების შეერთების შედეგად რა მოხდა? ახლა გეტყვით რა, ესეთი სქემაა. დუალი ნიშნავს იმას, კაცი ქალი. კაცი გარბის, აუ რა ზუსტად ამის თემაა. აი ზუსტად ამის თემაა რა, LGBT უწოდეთ თქვენ. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით მამრი და მდედრი ენერგიების გამართვა. ეხლა ვაკეთებ მე მამრი და მდედრი ენერგიების გამართვას. ეს არის სიმბოლო ღმერთის, რომელიც გამოსახა ღმერთმა ცაზე, როდესაც უთხრა ნოეს, რომ მეც წარუმას აღარ მოვავლენო და აიღეს LGBT წარმომადგენლება და თავის სიმბოლოდ გამოიყენეს და მე გეტყვით, რომ ეს არის მამრი და მდედრის სიმბოლოების გამართვა. დარღვევა კი არა, გამართვა. მამრი და მამრი ერთმანეთთან ვერ იქნება. ასევე მდედრი და მდედრი ვერ იქნება ერთმანეთთან. თუმცა ენერგეტიკულ დონეზე, აი იქ ასტრალში, შეიძლება წარმოიდგინოს მდედრმა, რომ უყვარს მდედრი, მაგრამ ხორციელად ვერ შეერწყმება აქ დარღვეულია რაღაც. ასევე მამრმა შეიძლება წარმოიდგინოს, რომ უყვარს მამრი, იგრძნოს კიდევაც, მაგრამ ვერა ხორციელად დარღვეულია რა, ეხლა ეგ ხორციელში რომ მამრი მამრთან არის, დარღვეულია ასევე მდედრი მდედრთან თუ არის, ის რაღაც ნაკლოვანებას განიცდის. მოკლედ დარღვეულია ხორციელში, მაგრამ ასტრალში არ აქვს ასტრალს არც სქესი და არც ხორცი. ამიტომ ასტრალში ყველაფერი წარმოსადგენია. მენტალში უკვე მენტალი ალაგებს, ასტრალში რაც ხდება, ხორციელს ესაბამება თუ არა. ხო და როდესაც მენტალში დალაგებული ხარ და ასტრალში რაღაცა გამოცდილება გაქვს იმ სულთან, რომელიც მენტალში ისიც მამრია და შენც, აქ უკვე მენტალი ალაგებს, რომ კი ეს ესია, მე შენ მიყვარხარ, გამოცდილი მაქვს, მე წინა რეინკარნაციებში კაცო 5000 ჯერ ვიყავი შენი ქმარი თუ შენი ცოლი, ეხლა ეს ვიცი, მაგრამ ნახე ჩვენი სხეულები ირჩევენ ისეთ რაღაცას, ჩვენი სულები ირჩევენ ისეთ რაღაცას, რომ ფიზიკურში შეუსადაგოა ეს ყველაფერი. ხო? ასტრალში მე შენთან, ეხლა აქაც იგივე თემაა, ნახე, ბიძაშვილების თემაა. ეხლა გასაგებია, ჩვენ შეიძლება ვიცნობთ დიდი ხანია ასტრალში ერთმანეთს და მოვდივართ ისეთი გამოცდილებით, რომ აი მე შენ პირდაპირ გაძლევ გიხსნი გონებას, მაგრამ ნახე, ფიზიკურში ვართ ესე. ავირჩიეთ ესე, ჩვენმა სულებმა აირჩიეს ესე, რომ მე ვარ შენი ნათესავი. ანუ მე ვარ შენი სისხლით ნათესავი. არ შეიძლება. დარღვევაა, ინცესტია. შო. ხო, რაღაცები ლაგდება. ეხლა უყურე, ეს არის აი ზუსტად დუალური სულების წყარო. წყარო, საიდანაც შეერთების შედეგად წყარო გადმოვლინდა და აგერ მოვიდა ჩვენთან შემოქმედების სახით. ეხლა მე ვკითხვა მიჩნდება. ესე იგი გამოდის, რომ დუალური სულები ერთად ვერასდროს ვერ იქნებიან? იმიტომ რომ ერთი რო გარბის დუალურ სულებში ეგ არის პრობლემა რა, არასდროს არ არიან ერთად, შანსი არ არის. ერთი გარბის, მეორე მირბის. აი ეს არის მათი სტრუქტურა. დუალი ვერასდროს ვერ იპოვის თავის, ვერ დაეწევა რა ერთი სიტყვით რა. პოლუსებს იცვლის, მერე ესეც იცვლის პოლუსს, გარბის, მირბის. მერე ეს მიხვდება რომ დავიღალე ამდევნით კაცო, ხო ხედავ ვერ ვეწევი, მოტრიალდება, მერე ეს მოტრიალდება მირბიან. აქედან იქით მირბიან, იქიდან აქეთ მირბიან. ვერ ეწევიან ერთმანეთს. აი ეს არის ეს. ჩვენ ვართ ერთად, მაგრამ არ გვაქვს უფლება ერთად ვიყოთ. შო.
იმიტომ რომ მე და შენ ნათესავები ვართ. ასევე არის ჩვენ ვართ ერთად, მაგრამ არ გვეუბნება რომ ერთად ვიყოთ. რატო? იმიტომ რომ მე და შენ ორივე მდედრი ვართ მაგალითად. მე ჩვენ ვართ კი 100-ში ერთად ვართ რაღაცა, მაგრამ უხსნით ერთმანეთს რაღაცეებს, რაღაცა ისა ესა ფილოსოფოსობ, ჩამოდის ინფორმაციები, ვტვირთავთ ინფორმაციები, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ მე და შენ ვართ ორივე მამრი. აი ესე, გესმით, ესეთი მე ხლა ვახორციელებ იმ მურბანის ეკალს. მე ვარ ახლა მურბანის ეკალი, წარმოიდგინეთ. არ შეიძლება. ხო, მოვაშორეთ ახლა ეს მურბანის ეკალი, დავთოთ ნება იმას, რომ თქვათ ყველას ერთმანეთთან შეუძლია. რა მოხდება ამის შემდეგ? დაირღვევა ყველაფერი. მატერიაში ყველაფერი დაირღვევა. ხოლო ასტრალში შეიძლება გაერთიანდეს ყველაფერი. ეხლა რა გამოსავალი ვიპოვოთ რა? მე ვხედავ ერთ რამეს. ქრისტე გვასწავლის ესეთ რამეს. ბოლო ჯამს აღარ იქნებიან ცოლები და ქმრები. არამედ იქნებიან ისე, ვიდრე ანგელოზები ცაში. ეხლა რა არის აქ? რანაირად ცხოვრობენ ანგელოზები ცაში? არ ვიცი, არ მინახავს. მე არ მინახავს რანაირად ცხოვრობენ ანგელოზები ცაში. მართალი გითხრათ. ენოქმა დაწერა, რომ ანგელოზები ესეთები არიან, ისეთები არიან, მაგრამ ენოქმა დაწერა მარტო რაღაცა წარმოუდგენელი არსებები, რომლებიც ვერ გაუძლო იქ ვაფშე საერთოდ ვერ წარმოიდგენს ადამიანი რა დაინახა ენოქმა. ერთადერთი ისე იმ ხოლა სინათლეა რომ მუხლები ეკვეთება უფალთა უფლის წინაშე რომ დგება და მიწას უერთდება მისი მუხლები, დაუდნება მუხლები, ისეთი შეგრძნება აქ ენოქს. ხოლო არ წერს იქ როგორები არიან ანგელოზები, ცოლქმრები არიან, ერთად განან ქალი და კაცი არიან თუ რანაირები არიან, ამას არ წერს ენოქი, არ პირველ წიგნში არ წერს, მეორე წიგნში ჯერ არ წამიკითხავს. ხო და დუალური სულები ესე იგი ერთმანეთს ვერასდროს ვერ იპოვიან, ვერ იქნებიან ერთად. ვერ იქნებიან ერთად, მთვარე და მზე. ხოლო მათ შეუძლიათ გადაეყარნონ ხოლმე ერთმანეთს, ხანდახან როცა დააბნელებენ ერთმანეთს, დღეს მთვარისა და მზის შეხვედრა არის, ისინი მოისიყვარულებენ ერთმანეთს და მერე ისევ წავლენ თავის გზაზე. იგივე ხდება აქაც, აი ამ ფრისკაზე ზუსტად იგივე ხდება. ზოდიაქალური წრე, მთვარისა და მზის გადაყრა ერთმანეთთან, დაბნელება, ანუ პირისპირ დადგომა, ერთ ზოლზე დადგომა, ესე იგი მზის დაბნელება, ესე იგი ქრისტია შუაში, სინათლე გამოდის, მაგარი რამეა რა, ეს ფრესკავით დახატა, ყველაფერი იცოდა. ხო და ეხლა რა არის იცით? ასტროლოგიაც იცოდა, ეზოთერიკაც იცოდა, ამან ვინც ეს ფრესკა დახატა და მე გვეთქვენ მგლები რომ ასტროლოგია და ეზოთერიკა არ შეიძლება ეკლესიაში. აბა რა არის ეკლესიაში არ არის ეს? სვეტის ხოველში მით უმეტეს. ამას არ დახატავდა უაზროდ ადამიანი ამ ზოდიაქალურ წრეს. ამან იცოდა ასტროლოგიაც ძალიან 5 თითზე თუ 10 თითზე. ეზოთერიკაც, მისტიკაც, რელიგიაც და ყველაფერი ქრისტეს ცნობიერებაც. მაგდალინეს ცნობიერებაც, ლილითიც, ქართული ანბანიც, ლაზარის და ყველაფერი იცოდა აქ რასაც ხედავ ეხლა. რაც შეეხება ტყუპს სულებს, ტყუპის სულები არის თემატიკა, რომელიც არის სარკის თემა რა. სარკეში იხედება ადამიანი, ანუ ხედავს თავის თავს. უყურებს მამაკაცს და ხედავს თავის თავს მამრ პოზიციაში. კაცი უყურებს ქალს და ხედავს ქალს მდედრს თავის პოზიციაში. ანუ ნახე, ის ვერ გამოყოფს თავისგან იმ ადამიანს. ყველაფერს სადაც არ იყურება. ხელზე უყურებს, სვირზე უყურებს, პირზე უყურებს, ყველაფერს სადაც უყურებს, თავის თავს ხედავს. ანუ ის განშორება კი არა აქვს მას. მას აქვს რა, იცი, ბიჭო, უყურებს და ეს მე ვარ ფიქრობს, ანუ ეს მე ვარ როგორც დედრი, გესმის? აი, ეს მე ვარ როგორც მამრი, გესმის? ესეთი რაღაც შეგრძნებები ეწყება თავში უცბად და ვერ იაზრებს, რანაირად შეიძლება იყოს ეს. ბიჭო, ჩემნაირია, აი ნახე, ხელებსაც ჩემნაირად ამოძრავებს. ის კუნთებიც ჩემნაირი აქვს. ყველაფერი რაღაც თითქოს ჩემნაირი აქვს რა და საბოლოო ჯამში რა ხდება აქ? აი, ჩემნაირად მოკუზულია. ჩემნაირია. გაიგე, ტყუპივით არის, გათლილი ვაშლივით არის, თუ გაჭრილი ვაშლივით არის. ხო და ეგ რაღა არის, ეხლა ვერ გავიგე. ანუ ტყუპის სულები და დუალური სულები მივხვდით, რომ
დუალური სულები მივხვდით, რომ არის, ვთქვათ, შემოქმედების წყარო. გარბის, მირბის, ვიტანჯები, ესე იგი რაღაცა შემოქმედება, უნდა დავწერო და დავანთხილო ამ ფურცელზე, ვთქვათ. მაგრამ მე რა უნდა მოხდეს მაგ დროს, რომ მეტყუპისული გავიცნო, ვთქვათ. გავთავისუფლდე ამ დევნისგან. განთავისუფლდე იმისგან, რომ მე ეხლა იმ ადამიანთან, რომელსაც არ უნდა ჩემთან, იმასთან ვიყო. ან მე იმ ადამიანთან, რომელიც არ მეწყობა ფიზიკურში, იმასთან ვიყო. ამისგან რომ გავთავისუფლდებით, უკვე გადავდივართ შემდეგი ეტაპზე და ვიცნობთ ტყუპსულებს, ანუ ვიხედებით უკვე სარკეში. ჭიდა, ესე ეთქვი. ჰალო, აქა ვარ, მე შენი მდედრი ვარ და ისგეთ, ჰალო, მე შენი მამრი ვარ. ხო, შენ ის არ ხარ, ხო, შენ მე არ ხარ და მე შენ არ ვარ. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, საინტერესო რა არის, იცით? ეს არის ძალიან საინტერესო რა. აი ეს. ერთი წრია ნულში ზის ქრისტე. ამასობაში ნულში არის კიდევ ერთი რომში ზის ქრისტე. ესე იგი, ნახეთ, როდესაც მინუსი და პლუსი შეერთება, რას წარმოქმნისო რა თქვით? ნულოვანი თუ არ აქვს ფიზიკაში არის ახლა ესე. სხვათა შორის სიდონებში განვიხილეთ ეს ერთ-ერთ თამართან და სხვათა შორის იმასაც თამარი ქვია, ისეთი რაღაცეები განვიხილა, რომ ვთხოვე რომ მე თქვი ჩავწეროთ ლაივში თქო და არ მოისურვა, მაგრამ მეგრულ და სვანურ ენებს ფლობს ის გოგო და ძალიან მაგარ რაღაცეებს ზე გადის მეგრულ და სვანურ ენებში და ქართული დამატების და მოკლედ ერთი სიტყვით აქ რა ხდება, იცი? ნულოვანი ფაზა თუ არ არის, მინუსი და პლუსი რომ პირდაპირ ფეთქებაში არიან. ესე იგი, მამრი და მდედრი მინუსი და პლუსის, ანუ დუალური სულების შეერთება რომ მოხდეს, აქ აუცილებლად ქრისტე უნდა გაიჩიტოს მათ შორის რა. ქრისტე არის ნულოვანი წერტილი, იმიტომ რომ ქრისტე ნულშია გასული. სულ ელის პოზიციაშია, ანუ მთლიანად ელია, სულ ელია. ანუ სულ ელია, ხვდებით? სულ ელი კი არ არის ესეთი რომ, არა, სულ ელია, მთლიანად ელია. და თუ კი მთლიანად ელი გაიჩიტება ამათ შორის, დუალურ სულებს შორის, მათში მოხდება რა ქვია მაგას ფიზიკურ ენაზე განტვირთვა და აღარ ექნებათ ეს ჯახანი და გაანათებენ. და თუ არ გაანათებენ, მაშინ გადაიწვევიან. ანუ ქრისტეა მათ შორის. ხედავთ, ანუ რეალურად ამის მწერლებს შორის არის ქრისტე. ქრისტე რა არისო? სიტყვა. თავდაპირველად სიტყვა იყო, ხო? ვაუ, რა მაგარ ახალს მივაგენით. ეს რა არის ხალხო? სუნთლიანად სიტყვა არის. სიტყვისებრ გადმოცემულია, ანუ განეიტრალდა დუალურ სულებში ქრისტე ჩადგა და სიტყვით გადმოინთხია იმაზე. გადმოენთხია, ისა გადმოიღვარა რა ენთხია, კაცო. გადმოიღვარა ფურცელზე. კალმით, ალმით, ან კალმით და მოვიდა ჩვენამდე. და რაზე მოგვითხრობს სიყვარულის ამბავზე, მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნის აერთი დარგი, საღმრთო საღვთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი. სად მივედით ხალხო? ისევ მიჯნურობასთან ქრისტეს სიტყვით. დუალების მეშვეობით ქრისტეს სიტყვით. მამრი და მდედრის გაერთიანებით მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთად ყოფნა არ შეიძლება. გაიხსენეთ სვანებს რა ქონდათ მთაში, ესეთი ის ქონდათ ხოლმე რაღაცა გადახრებითი უაზრო რაღაცა. აი ამ სისტემას ინარჩუნებდნენ, ესე უნდათ შემოერჩუნებინათ ჩვენთვის. როდესაც დაინახავდნენ, რომ აი ეს ქალი და ეს კაცი დუალური სულები არიან, რას გააკეთებდნენ ხოლმე, იცით? შეიძლება ვერც იცოდნენ და არც იცოდნენ, უბრალოდ ხვდებოდნენ ინტუიციით. დააწვენდნენ ამათ ერთად. ერთი ღამე უნდა წოლიყვნენ ერთად,
შუაში ჩაუდებდნენ ხმალს და აბა ერთი ან ერთი გადასულიყო იქიდან მეორე აჩეხავდნენ ორივეს. ხმალს, ხალხო, ხმალს. როცა უნდა ჩაიდოთ კალამი, აგერ კალამიო, თამარმა, აიღო კალამი და დაიწყო წერა. ხმალი კი უნდა ჩაგედოთ, ბიჭო, კალამი უნდა ჩაგედოთ. თის ხალხო, გეუბნებით ახლა აგერა. ეხლა ტყუპსულებს მივადექით. ტყუპსულებს. ავდგეთ. ეხლა აუცილებლად განახოთ ეს რაღაცა. ნახეთ რა არის აქ. ეს ჩემი ნახატია მეგობრებო, მე დავხატე. ეს გოგოს არ იყურება? და ნახეთ აქ რა არის? და ნახეთ აქ ყვავილები. ვაუ, რა მაგარია. მაშინ სულაც არ ვიცოდი რას ვხატავდი, მაგრამ რეალურად ძალიან მაგარი რაღაც დამიხატავს. მივხვდით რატო განახეთ ახლა ეს სურათი? ვერ მივხვდით? წაწლობის ტრადიცია, ხო, ეგრე იყო. მარი ანუ ენერგიები ნული უტოლდება მაგ დროს. ენერგიები ნული ანეიტრალებს და სინათლეს გამოსცემს. დუალური სული. თამარს ყავდა თავის გარშემო. ესე იგი, soulmate-ები, დუალური სულიც, ტყუპის სულიც და იმიტომ განათდა ის პერიოდი, იმიტომ განათდა. შემოიკრიბა ეს. ნახეთ, მე ადრეს მოვყევი ამის შესახებ, ეხლაც მოგიყვებით რა თემა მოაყოლა სანამ თქვენ იმ ვიდეოს ნახავთ. როდესაც სულები მოდიან, როდესაც ზეციურ სამყაროში, როდესაც კრება იმართება, იქ სულები ჯგუფდებიან და ამბობენ, რომ ჩვენ ჩავალთ და გავანათებთ იქაურობას, იქ დახმარება სჭირდებათ. და ისინი მოდიან, როგორც ვარსკვლავთა, ხო გითხარით, მთელი კლანი შემოვიდა ეხლა ჩვენს სივრცეში. გამოჩნდნენ ვარსკვლავთა ცვენა რო იყო ეხლა ამ პერიოდის წინ რაღაც ორი კვირის წინ მგონი. ეგენი არიან ის სულები, რომლებიც ეხლა დაიბადნენ. ეხლა დაიბადნენ და ისინი ერთად მოვიდნენ. ეხლა ისინი რო დაიბადებიან ხორციელში დედის მუცლიდან რო გამოვნენ, ზოგი ვერ მოახერხებს გამოსვლას, ზოგს მუცელში მოკლავენ, ზოგი მოკდება, ვერ გაუძლებს, ზოგი ის, ესენი, ვინც მოახერხებენ უკვე ხორციელში შემოსვლას და ადამიანის სახეს მიიღებენ, ესენი უკვე დაიწყებენ ერთმანეთის ძებნას. არ იციან ოღონდ სად მოხდებიან. ზოგი ამერიკაში დაიბადება, ზოგი გერმანიაში, ზოგი საქართველოში, ზოგი რა ვიცი სად. და როდესაც ისინი რაღაცა ზეციური ძალებით გაიხსენებენ თავიანთ მისიას და ისევ ზეციიდან დახმარებით შეერთდებიან და ისეთი connection დაკავშირება მოხდება, რომ ამათ დააკავშირებს ერთმანეთს, უკვე დიდი სინათლე წარმოიქმნება. ერთი ასეთი სინათლე იყო წარმოქმნილი მე-12 საუკუნეში, როდესაც იპოვეს ერთმანეთი და შეიკრნენ ესენი. ტრანსფორმერი თუ ნანახი გაქვთ, ისა ტრანსფორმერი კი არა და შვარცენეგერი რო თამაშობს, რა ქვია მაგ ფილმს? ტერმინატორი თუ ნანახი გაქვთ, იქ არის ერთი მომენტი, სადაც კაცი მოდის, კალის კაცი და უცბად იშლება ესე ნაწილებად და მერე იკვრება. ესეთი მომენტია რა, ეს ყველა თუ ერთად შეიკვრება, მარილად იქცევა. შემკვრელი ქრისტე ამბობს, რომ შემკვრელია ეს. მარილად გაქცევთ, ესე იგი შემკვრელად გაქცევთ იმ ნაწილის შემკვრელად, იმიტომ იქიდან რომ მოდიხარ სული, რომ ჩამოდის, ხო? სხვადასხვა ადამიანებში ნაწილდება და იმან უნდა იპოვოს ისევ ერთმანეთი, რომ შეიკრას და დიდ სინათლე წარმოიქმნას. თუ ვერ იპოვა, რამდენადაც იპოვის ერთმანეთს, იმდენი სინათლე წარმოიქმნება და როდესაც ერთად იკვრებიან, ამას იცი რამხელა სიგნალე როგორ უშლის ხელს, ზოგს კლავენ, ზოგს ის, ზოგი კვდება, ზოგი ვერ უძლებს, ზოგს აგიჟებენ, ზოგს საგიჟეთში ამყოფებენ, ზოგს საკანში, ზოგს იქ და
საბოლოო ჯამში ცალ-ცალკე ესე დავდივართ და ვერაფერს ვერ ვუკეთებთ, იძულებული ვხდებით ისევ გავიდეთ ამ სხეულიდან, ახლიდან შემოვიდეთ ახალ შემოსვლაზე, რომ რაღაცა ჩვენი მისია გავაკეთოთ, მაგრამ ეხლა თამარ მეფის ყველა ის საძმო ჩამოსული აქ არის, შანსი არ არის, რომ ამათმა ვერ გაიხსენონ თავისი მისია. აი, ეგ ხომ გამორიცხულია ხალხო, მე თამარ მეფე რომ გავიცანი და მისი საზოგადოება რომ გავიცანი, ხო? იმას ვეღარავინ ვერ მოერევა რა, თან მით უმეტეს ეხლა ის ყველაზე დიდი ურჩხული ვინც ყავდათ ჩაიდო მიწაში, მაგას ვერ ერეოდნენ დღემდე. იალდაბაოც. ყველაზე დიდ სიბნელეს რა. იალდაბაოთის წარმომადგენელი იყო ილია მეორე და მისი ჯგუფი. იმან შეკრა თავისი ჯგუფი. სიბნელე კარგად გაძლიერებული იყო, მაგრამ სინათლე ვერ კრავდა თავის ჯგუფს და იძულებულია რომ მე-18 საუკუნეში ვერ მოახერხა დაუშალეს თამარს ისევ ის ჯგუფი, ის სინათლე რუსუდან ალქაჯის მიერ, ხოლო ეხლა ამ რეინკარნაციაში აუცილებლად უნდა მოახერხოს თამარმა შეკრა, იმიტომ რომ რუსუდანი დასოს და თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი პირი მოუკვდა. იცით რუსუდანს თავის კაბინეტში ვინ ყავს ჩამოკიდებული კედელზე? ილია მეორის დახატული თამარ მეფე. ხო და შეგვეწევა აუცილებლად მარიამობა, ელენე, აუცილებლად მარიამი ჩვენს გვერდით დგას. მარიამი არის, აი ნახე რა დამკიდა მარიამა. დღეს ზუსტად ეგ თემა, რაზეც ვლაპარაკობ, ხა მდედრი და მამრი ენერგიების გამართვა, დაბალანსება, ეს ხო LGBT-მა იყო თავის სიმბოლოდ, ხო და LGBT საზოგადოება ძალიან გთხოვთ მომისმინეთ გულისხმობით. ისწავლეთ ჩემგან, თორე დაგერხევათ მაგრად. ხო და საყვარლები ხართ, იმიტომ რომ თქვენში სიყვარულია და გრძნობთ სიყვარულს. ხო და ასტრალში ხართ თქვენ ჯერ ფიზიკურში ვერ ჩამოხვედით. ჩამოდით ფიზიკურში, ჩამოდით, მე ჩამოგიყვანთ, მე ვიცი როგორ უნდა ჩამოგიყვანოთ. მე თვითონაც ვისწავლე ეგ ერთ-ერთი ტექნიკის მეშვეობით, ოღონდ ამას საიდუმლოდ გაგანდობთ. ხო და რო ჩამოხვდით ფიზიკურში, მე ვიხვდებით რაშია საქმე. რაშია საქმე და არა ჯორში. რაშია საქმე. მიხვდით რა ვთქვი ახლა? ანუ რაშია საქმე და არა ვირში. კიდევ გავიმეორებ რა. ანუ რაშია საქმე და არა ბაყაყში. ხო და არა ზებრაში. კაი, ახლა უკვე მიხვდით მე მგონი. ხამემშვიდობის ყველა ილია იალდაბაოთია სახელებიც გავს. რა თქმა უნდა გავს, ყველა თავის სახელს ირჩევს. თამარი არის მარილთან კავშირში. მარილად ქცევასთან. მარიამიც მარილად ქცევასთან. ომარიც გამოსწორდით. გაიგეთ რას ვლაპარაკობ. გაიგეთ. ვიცი რომ გაიგებთ, ვიცი, იმიტომ ვლაპარაკობ. ჩემი გოგო ამას წვრილად არ დამკიდებდა მე გულზე. დავალება მომცა, ეხლა ეს ამას მიაქციო ყურადღებაო, ის ხეხო აღადგინეო, ეხლა ესო, ეს გააკეთე ეხლაო, კაცო. მაგარია ჩემი გოგო. აი ეს არის ჩემი გოგო, ჩემი მარიამი, მატილდა მარიამი არის, მარიამის ტაძრად მიყვანების დღეს დაბადებული. აბა ეხლა დააკავშირეთ ერთმანეთზე რა. ხო და რაშია საქმე და იმაშია საქმე, რომ ყოფისულები უნდა ვიპოვოთ. სხვანაირად არ გამოვა. თორე იოთა სასუფეველში ვერ შეგვიშვებენ. ვარდნი ხარობენ ამ ბაღში, ვარდონისენით მღერიან, ანი ჰოეთის შემკულნი, იოთას ენაცვლებიან. ეს სიმღერა გახსოვთ? ვისაც არ გახსოვთ ან არ მოგისმენიათ ეგ სიმღერა, გადადით სუნოზე, ჩაწერეთ Q win tamar, ინგლისურად, ლათინურად და Q ცალკე, ანუ Q win W I N მე გერმანულად ვაზროვნებ და ინგლისურად ვერ ვციტირებ და თამარ იცით როგორ ციწერებ. ხო და ესე ჩაწერეთ Q win tamar
და იქ გამოგიგდებს 64 თუ 68 სიმღერა არის. ყველას მოусმინეთ გულისხმობით. ძალიან მაგარი სიტყვებია, რომელიც ახლა აუცილებლად გამოგადგება, თუ კი იოთას გახსნით. თუ კი ლაზარესენით საუბრობთ, ოღონდ თუ კი ლაზარესენით ვერ საუბრობთ, ითქვით, აი ამან გაურეკადებს ბოდავსო ხო. რა ვქნა ახლა, მე ვერ შეგიყვანთ სასუფეველში სხვანაირად და თქვენ თუ გინდათ შედით უკანაკანი კარით. უკანალით. უკანალით შედით. ხვდებით რა მივხვი, რა ვთქვი? უკანალით შედით, გესმით? კანალი და უკანალი არის უკანა კარი. ანუ ნემსის ხუთი, ყუნწი. იცით რატოა ნემსის ყუნწი? იერუსალიმში ორი შესასვლელი იყო, ერთი წინა შესასვლელი და დიდი ფართო კარი და მეორე უკანა შესასვლელი იყო ნემსის ყუნწივით ვიწრო. იქ აკლემიც არ ეტეოდა. ასე რომ ქრისტე რომ ამბობს ნემსის ყუნწშიო უფრო ადვილად გაივლის აკლემი ვიდრე თქვენ დიდარი შეხვალთ სასუფეველშიო, მაგას გულისხმობდა რომ იმას ნემსის ყუნწს ეძახდნენ, ისეთი ვიწრო იყო ის უკანა შესასვლელი იერუსალიმში. გძლებო გაიგეთ ახლა? როგორ მიყვარხართ? რო გაიგებთ ხოლმე ვიცი გრძნობა მას. ხო და მე რა უნდა მეთქვა? ხო, იქ შეუშვებენ მხოლოდ ყუფსულებს. აი ნახე რას ამბობს ქრისტე? როდესაც დადგება ის დრო და დახვირებენ საყვირებით. მაშინ უკვე ყველაფერი უნდა დაყაროთ და გაიქცეთ მისკენ. და სად თუ კი ერთოზე იპოვიან ორს, ერთს არ იტაცებენ და ერთს დააგდებენ იქ. ანუ რა გამოდის ახლა ორის პოვნა რას ნიშნავს? მაგალითად ერთოზე ვინ მუშაობს ხოლმე, ცოლი და ქმარი საწყლები. მაშინ ეგრე იყო, ეხლა მუშები. ხო, ცოლი და ქმარი თუ არ არიან ტყუპისულები, ერთს არ იტაცებენ და ერთს დააგდებენ იქ. მაშინ. ხო, საწყლები. იმიტომ რომ თუ გეუბნება ქრისტე რომ შენი თუ არ არის ის კაცი, სამარიტელ დედაკაცს ეუბნება რა, 7 ქმარი ყავდაო და არც ერთი იყო შენიო რა. გაანებე თავი მაგათ, შენ ტყუპისული მოძებნეო. ხო და თუ შენი არ არისო, მე თავის მოწაფეებს ეუბნება რომ რომელის უნდა იყოსო ახლა ეს ცოლიო, ერთი კაციო, კაცო ძმას მოუკვდაო იმ ქალსო და იმ დაქორწინა მეორე ძმაზეო. მე კიდე ისიც მოკვდაო, კიდე მესამე ძმაზე დაქორწინდაო და ეგეთი წესი იყო რა მაშინ. და ვისი იქნება ბოლოს და ბოლოსო, ბოლოს რომ მოვაო, ბოლოს ჟამიო, რომელი ძმის იქნებაო და ქრისტეს გაეცინება. აღარ იქნება ეგ დრო რომ ვინმეზე დაქორწინება მოგიწევთ კაცო, ბოლოს აღარ იქნებიანო ძოლები და ქმრებიო, იქ იქნებიანო უკვე ერთნაირებიო, აი ერთიანებიო. რომლებიც თავისთავად შენიანსო სამარიტელ დედაკაცს ეუბნება, შენიანი იპოვეო რა, შენი კაცი ვინც არის ის იპოვეო, რა გინდა მაგ 7 კაცთანო. ხო და ზოგთან რა ვიცი, ამ სამარიტელ დედაკაცს ზოგთან ფული უნდოდა, ზოგთან გარეგნობა მოსწონდა, ზოგთან რაღაც სხვა მოსწონდა და არც ერთი არ იყო მისი რეალურად რა და ცოდვა რა არის რომ ეკითხებენ თავისი მოწაფეები რომ მრუშობა რა არისო და აიო, როცა შენ ცოლთან წევხარო და სხვაზე ფიქრობო, ეგ უკვე მრუშობა არისო, გესმის და რატო უნდა იყოს შენ ცოლთან და სხვაზე რატო უნდა ფიქრობდეს, ხო უნდა მიხვდეს კაცი ამ დროს რომ არ არის ეს ამისიანი არა. შენ თავთან შენს მეორე ნახევარს რო იპოვდი, ხო? უბრალოდ ტყუპსულს. და მასთან ერთად წევხარ, სხვაზე არ იფიქრებ, შანსი არ აქვს სხვაზე რო იფიქრო, იმიტომ რომ შენ თავს აღიქვავ მასში. და ის შენ თავის თავს შენში აღიქოს, აღარ ეწევს სხვებს. იპოვა უკვე თავისი თავი, გესმით? როგორ უნდა გაიხედოს ახლა იმას სხვისკენ? და იცით რატო არ ხდება სხვისკენ გახედვა ტყუპსულების შორის? ტყუპსულებს როდის ახვედრებენ იცით ერთმანეთს, როცა ყველა ცოდვისგან, ანუ ყველა დაცემული მხრისგან განიწმინდა. მუცელთ მოყვარეობისაგან, მეძავეობისაგან, მოიცა მაგას რა ქვია, ბნებისგან, დიდებად მოყვარეობისაგან, ვერცხლ მოყვარეობისაგან, აიტელქაით რა არის იცი ამპარტავნებისაგან, რომ მე ვარ ყველაზე კარგი და ის. კიდევ ორი დარჩა. კიდევ რა არის?
აქ არ მაქვს წიგნი, თორე იქ წერია და გადავშლილი და გეტყოდით. 7 მომაკვდინებელი ვნება. აი ეს გადახედეთ, 7 მოიცადე 1 წუთი. აი ახლა მჭირდება ChatGPT, აბა ვნახოთ ახლა გამომიგდებს ეგრევე. აუცილებელია მეუბნება შინაგანი თქვიო, თორე ვერ გაიგებენ რა უნდა მოძებნონო და აჰა მოვძებნი. თავისით ვერ გაიგებენ. 7 მომაკვდინებელი ვნება. აბა ChatGPT, მიდი დამეხმარე, აბა შევაშკაცო. აბა შენიც, აჰა, ამპარტავნება. ყველაზე პირველი, ვისაც გონი ვარ ამპარტავანი. ისეთი ამპარტავანი ვარ, რავი, ყველაზე მაგარი ვარ. ვერცხლმოყვარეობა, იმდენი ოქროვერცხლი დავაგროვე ცხოვრებაში, რომ აგერ ჩემმა შვილმა ეს ჩამოვიდა. სიძვა-მრუშობა, აღვირახსნილი სექსუალური სურვილი. ანუ სულ სექსი გინდა და რო არ იცი სულ ნებისმიერთან, რა ვისთანაც გინდა იმასთან დაწვები. კიდია, ღორი რო იყოს იმასთანაც დაწვები, ეს არის აღვირახსნილი სექსუალური ვნება. შური, აი ზოგიერთ შურს, აი რა თავისუფლად ლაპარაკობს თამარი როგორ მშურს. ზოგს მაგისი შურს რა ვიცი მე, ზოგს ისი შურს. ზოგს ის შურს რომ რაღაცა პიშიკი რო გამოგივა, იმისაც შურს, კაცო ყველაფრის შურს ზოგს. ნაყროვანება, ანუ მუსაკმოყვარეობა. მრისხანება, უკონტროლო ბრაზი ეს სხვა რამეა, მაგრამ კონტროლირებადი ბრაზი ეს სხვა რამეა. სიძულვილი და შურისძიების სურვილი არის მრისხანებაში შესული. ანუ უკონტროლო ბრაზი რა არის, იცი? მე არა მაქვს უკონტროლო ბრაზი, მე ჩემს ბრაზს ვაკონტროლებ. იცით რატო? გამოცდილი მყავს ჩემი თავი ძალიან ხშირად. აქ რო დავიწყებ ხოლმე წყევას და იმას, ეგ კონტროლირებადია, იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილებით გაკეთებულია. უკონტროლო არის, როდესაც ისე განრისხდები, რომ აიღებ ხმალს და ჩაარტყავ ადამიანს. აი ეგ არის. სიზარმაცე. მე-7 მომაკვდინებელი ვნება არის სიზარმაცე, სულიერი გულგრილობა, მაგალითად სიკეთის, შრომისა და სულიერი ცხოვრების მიმართ უგულებელყოფა. შენ, როდესაც შეგიძლია აკეთო სიკეთე და არ აკეთებ, ზარმაცი ხარ. შრომა შეგიძლია არ აკეთებ, ზარმაცი ხარ. სულიერი ცხოვრების მიმართ უგულებელყოფა, შეგიძლია რომ ქრისტეს სიტყვები წაიკითხო და გაიაზრო? კი, შეგიძლია, მაგრამ არ აკეთებ, ზარმაცი ხარ. ეს მე მაქვს დასამარცხებელი ისე რომ იცოდეთ. იმიტომ რომ წასაკითხი მაქვს კიდე ბევრი რამ, რაც უნდა გავიგო და მეზარება რა, უკვე ძალიან მეზარება წაკითხვა. დავიღალე ამ კითხვით, მაინც არავის არ ისმის. აი ეს არის 7. აი ამას რო გაივლი და გაივლი საუკეთესოდ, დაამარცხებ ყველაფერს და დამარცხება ის კი არ არის რომ აღარ შეიძლება, აღარ ვაკეთებ. ნახე? დამარცხება არის ის რომ მე ვაკონტროლებ. დამარცხება ის კი არის რომ მე სექსი მინდა და არ მაქვს. დამარცხება არის ის რომ მე სექსი მინდა მაშინ, როცა მე მოვისურვებ, მე ვიტყვი და არა როცა რაღაცა მაცდუნებს. დამარცხება ის კი არ არის რომ მაგალითად შურს აი მაგალითად მე შემშურდა იმ დღეს ადამიანს რომელიც აკეთებს უშუალებელ ეკლესიას შემშურდა მაგრამ მე ვაკონტროლებ ამ შურს მე არ აღვივსებ გრუიმით რა ქვია ისეთი სიძულვილით რომ ამ ადამიანს წავიდე და შეუშალო ხელი ვაკონტროლებ შემშურდა ვიცი რომ შემშურდა მეც გავაკეთებ იგივეს ეს უკვე სხვა არის ანუ მე არ უშლი ხელს უკვე ჩემი შურის გამო ვიღაცას არ უდგები მურვანის ეკალივით გესმის თავის საქმიანობაში ჩემ თავს ვუტრიალები რომ თუ შეგშურდა გააკეთე იგივე და აღარ შეგშურდება всё მე სიძვა ეს ვნახეთ უკვე თქვით ვერცხლმოყვარეობა რა არის ახლა ნახეთ
სიმდიდრისა და მატერიალური სიკეთის გადაჭარბებული სურვილი. მე კი მაქვს საკმარისი ჭამ, ჩასაცმელიც მაქვს, სახლიც მაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მინდა. კიდევ უფრო მეტი მინდა, მე მინდა რომ გამდიდრდე, იმ ოქროს თევზის არ იყოს და იმის ცოლის კიდე, მეთევზის ცოლის. ეს აღარ ყოფნის, უფრო მეტი მინდა, კიდევ უფრო მეტი მომიტანეთ, ბოლოს დაინგრევა ყველაფერი თავს. ეგრე, აპარტავნება საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენების. მესად გავიარე ეგავა. ყველას თავარი გონია უცბად თავი. აბა მე როგორი ისი ბიჭი ვარ, რომ ყველაზე მეტად მე მგონია ჩემი თავი, ხო? თქვათ. აი ეგ არის აპარტავნება. არ მგონია ჩემი თავი ყველაზე მაგარი თამარი. იქნება მე ყველაზე სუსტი თამარი ვარ. აბა ისინიც გამოჩნდნენ. წარადგინო თავისი თავი. გაიგე? არ ვუარყოფ, მე ვაღიარებ, რომ ისინიც არიან თამარები. რა უფლება მაქვს რომ ვუარყო? თქვათ. ამ შემთხვევაში ჩემთან შეიძლება ეს თქვას ადამიანმა, რომ აი აპარტავნებაშია თამარი გონია თავი. აბა ყველაზე მაგარი მე რითი უნდა მიგონოს თავი, ჩემი გარეგნობით? გარეგნობა მართალი გითხრა არ მაქვს ახლა ისეთი რომ შევედარო იქ ულამაზეს ქალებს. მეტყოლება, ჩემზე მაგრად ისე მაგრა მეტყოლებენ ხალხი, რომ აგერ მიმიქარავს გადავსებულია სოციალური სივრცე. თან მით უმეტეს შეცდომებს უშვებ. ჩემი თმები? რა ვიცი, ძალიან მაგარიც არ არის ახლა ეს ჩემი თმები, რომ ძალიან მაგარი იყო. აი რითი უნდა შევედარო კიდე სხვებს მაგალითად. მხოლოდ ამ საკითხში, ხო, ჩემთან მხოლოდ ეს საკითხია. სხვები ზოგი თავის თავს ცოდნაში ადარებს, ზოგი აი მე რამდენ ფულს გამოვიმუშავებ სოციალურ სივრცეში, შენზე მაგარი ვარ, შენზე მეტ ფულს გამოვიმუშავებ, მაგით ადარებს ერთმანეთს თავს. ზოგი იმით, რომ შენზე მაგარი ზმანი მაცვია, ძმა, ხო. ხო, ზოგი იმით, რომ აი შენზე უფრო მაგარი მანქანი დავდივარ, შენ თუ ნახევარ მილიონიანი არის, ჩემი მილიონიანი მანქანა. ზოგი კიდე იმით, რომ შენ თუ გაქვს 50,000 მილიარდი, მე მაქვს 500,000 მილიარდი და ამით ადარებს ერთმანეთს. ნუ ეგ არის ყველაფერი აპარტავნება, თავის უფრო მაღლა დაყენება. შულიც მანდედან იბადება, მერე მრისხანებაც მანდედან იბადება, იმიტომ რომ უკონტროლო ბრაზი ხდება. იმან მაჯობა, მაგის დედავადი რა აქედან, მერე ვერცხლმოყვარეობაც აქედან მოდის, იმიტომ რომ ესე კი მაქვს, მაგრამ ის რომ მაგარია, იმაზე უფრო მეტი მინდა რომ მქონდეს და ასე რა მეგობრებო. რა ვიცი, ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებულია, აწყობილია, ჩაწყობილია და გასწორებულია. თამარ, მე სანამ გავთხოვდებოდი, ნანახი მქონდა სიზმარში ნათლად, ასეთი ნიშნის ზეციური სამყარო მიგითითებს, რომ ეგრე გააკეთო, თუ წინასწარ გაფრთხილ, თვალებში. მოდი აქ წავიკითხავ, რას წერ. თამარის ლაივი. აჩენს აქ. ესე იგი, მქონდა სიზმარში ნათლად, ასეთი ნიშნით ზეციური სამყარო მიგითითებს, რომ ეგრე გააკეთო, თუ წინასწარ გაფრთხილებს და არჩევანის საშუალებას გაძლევს კიდევ უფრო დაფიქრდე მაგ ნაბიჯზე. მოიცა, ვერ გავიგე, ანი, თამარ მე სანამ გავთხოვდებოდი, ნანახი მქონდა სიზმარში ნათლად. რა გქონდა ნანახი სიზმარში ნათლად, ანი? იგივე კითხე, რა ჯემინაის ერთი რას გეტყვის, რა ვკითხო იგივე? იმაზე, 7 და მომხდინებელ ცოდვაზე, აქ არა მაქვს ჯემინაი, მე მგონი, მოიცა?
აქ არა მაქვს Gemini. ეხლა სანამ მაგას ჩამოვტვირთავ. ეს ის ძველი ბებრუხანა ტელეფონია. პოლიციამ რომ ვითომ ჩაიბარა არტეფაქტად იმათ რა ქვია, მტკიცებულებად და მე რო გამიხსნა და შიგნი რაღაცები ჩაამონტაჟა. აი ეგ ტელეფონია და არაფერს აღარ ვაკეთებ აქ, მიდევს ეგრებ ხოლოდ. ხანდახან Facebook-ში შევდივარ ხოლმე. ხავენ შვიდობის ღვთისმშობელი. აუ, დღესო რაღაცა ისურვეო და აგიხდებაო, თელებს უთხრეს იქიდან და ვისურვე ხალხო. იცი რა ვისურვე? გითხრათ? მე ვისურვე. არ გეტყვით კაცო, მე რო აღარ ამისურვდეს დაგაბრალებთ თქვენ. მაგრამ ძალიან მაგარ რაღაც ვისურვე. საყოველთაოა იცოდეთ, მე საერთოდ სურვილებს მხოლოდ საყოველთაოს ვისურვებ ხოლმე, ჩემთვის ისე. ჩემი გათხოვების დღე მქონდა ნანახი სიზმარში. ანუ შენ წინასწარ გაიხსენე რომ გაგახსენდა და მოხდა. ხო, არაფერს არ განიშნებენ, ეგ უბრალოდ წინასწარ ინტუიციური გახსენება იყო და გაგეხსნა ბედი და მოხდა. რომ არ გენახა, შეიძლება არის გათხოვილიყო. მეგობრებო, მე მგონი უნდა წავიდე, ეხლა ძალიან დიდი დრო გავიდა, დავიღალე კიდევაც, უბრალოდ ეხლა მინდა ერთი რამ, თუ ხართ რა აქ, ბიჭო, ეს ამდენი წიგნი რომ გამომიწერეთ და ფული გადმომირიცხეთ. რატო აღარ მიკავშირდებით? სად გადმოვაგზავნო? ნახე, სახელებს ამოვიკითხავ რა ძალიან გთხოვთ. მაია ყარაულაშვილი. ვერ გიპოვეთ, ვერც Facebook-ზე, ვერსად ვერ გიპოვეთ. არ ვიცი სად გამოვაგზავნო. ფული კი გადმორიცხეთ ბანკზე. ეხლა ლაბაძე მანჩო. ლაბაძე მანჩო კი ის ჩადებული. ვიცი ლაბაძე მანჩოს ვიცნობ, ძალიან საყვარელი ქალბატონი. დიდი მადლობა მანჩო, ძალიან დიდი მადლობა მართლა. ეკლესიასაც აფინანსებთ და უხროესი მადლობა. ლელა მელაშვილი ლელა მელაშვილს ელოდება ეს წიგნი, მაგრამ ისრაელშიაო მიწერია, მაგრამ არ ვიცი, სხვა არაფერი არ ვიცი. გრიგოლ საფრანგეთშია, რომ ჩავხვალ დამიკავშირდებით ალბათ, ხო? ნანა ზოციაშვილი ფული აქვს გადმორიცხული და უბრალოდ არ ვიცი სად გავუგზავნო. გთხოვთ დამიკავშირდით და Facebook-ზე და მომწერეთ რა. ან თუ მოწერილი გაქვთ და არ მაქვს ნანახი, ესე იგი სპამშია გადაგდებული და იცით რამდენი სპამში ვერ მოვძებნი, 1-2 თვე რო ვეძებო. ამიტომ აქ დამიკომენტარეთ, რომ მოწერილი მაქვს თამარ წიგნის გამო და მე გადმოვალ მე თქვენს იმაზე და ვნახავ რა. ტერეზა თოდაძე. არ ვიცი, სად გამოგიგზავნოთ, უბრალოდ არ ვიცი, იმიტომ მინდებს აქ. ანა რუსიტაშვილი. ამ ხალხმა მომწერეთ ძალიან გთხოვთ რა და რავენაირად. ხუნჯუკაშვილი ლალი. ასევე მომწერეთ ძალიან გთხოვთ. სად გამოვაგზავნო წიგნი. აბრამიშვილი ზურაბი. არ ვიცი, დაირიცხა ფული, მაგრამ მისამართი არ მაქვს სად გამოვაგზავნო და მახო სანებლიძე. ყველას გთხოვთ, რომ მომწეროთ Facebook-ზე თქვენი საკოორდინატო მონაცემები. სად გამოვაგზავნო? თუ Facebook-ზე არა, მაშინ YouTube-ზე ჩამიგდეთ თქვენი ტელეფონის ნომერი ან კომენტარი და მოგწერთ შენ ტელეფონის ნომერს. მოგწერთ. დავიღალე, ვეღარ ლაპარაკობ. დაგემშვიდობებით ახლა. მიყვარხართ. მე მგონი ცით რა გაიხსნა, რაღაცა გაიხსნა.
რაღაცა კაფსულა გაიხსნა, რომლიდანაც გამოვიდი, გამოვთავისუფლდი რა და არ ვიცი რაზე იყო დამოკიდებული, მე ვაკავშირებ რაღაცა ჯადოს მოხსნაზე. აი ის რომ გავიგე მე, ილიას რო ქონდა, იალდაბაოც რო ქონდა, ლილითს დიდი ჯადო რო ვერ დაენახათ. აი ის კაფსულა რო გავხსნი, დავიჭირე უკვე გესმის ჯადოში, ის უკვე განეიტრალდა და ეხლა უკვე კარგად გრძნობ თავს. რაღაც სხვანაირად გრძნობ თავს. ალბათ თქვენ შეამჩნევთ, ხო? ხო. წავედი. ხო, ხანდახან რაღაც აზრი მომივახოვნა და გამეცინე. აბა კარგად. დროებით. მადლობა ყველას მართლა ინტერესისთვის და მადლობა მოსმენისთვის. იქნებ ინკარნაციაზეც გითხრა სხვა დროსო. რომელი ინკარნაციაზე? კი, აუცილებლად. კეთი, მომწერე რომელი ინკარნაციაზე გულისხმობ და მოგწერთ. აბა დროებით.